გამარჯობა ხალხო, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დღეს ჩვენი მთავარი გმირი არმან სარუკიანია, კაცი რომელიც ბოლო დროს ისე ხმაურობს, რომ გეგონება მთელი UFC-ს PR განყოფილება მარტო მასზე მუშაობსო. პოდკასტები, ინტერვიუები, სტრიმერებთან სტუმრობა, გრეპლინგი, მოკლედ ყველგან ეს კაცია. ხანდახან ვფიქრობ ნეტავ როდის სძინავს, ან საერთოდ თუ ისვენებს ამდენი სირბილისგან. ახლა კი ნახეთ რა მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ ჯორჯო პულასთან რევანში გქონდა, ჭიდაობის სტილში. ბევრი ელოდა რომ იქნებოდა ერთი ამბავი და დავიდა არაბა, მაგრამ ყველაფერი კაცურად და ჯიგრულად დასრულდა. პულასმა არმას ის $10,000 გადაუხადა, რაზეც დანიძლავდნენ და აი აქ გამოჩნდა სარუკიანის ნამდვილი სახე. არმანმა თქვა, ეს ფული მე არ მინდა. ერთ ბავშვს სჭირდება სამკურნალოდ და მას გადაურიცხეთო. აი ეს არის ნამდვილი ვაჟკაცობა და სპორტსმენობა. ხომ შეიძლება ადამიანმა ამხელა მაყუთი ჯიბეში ჩაიდოს და მადლობაც არ თქვას. მაგრამ არა, კაცმა საქმით აჩვენა რა არის მთავარი. მაგრამ მეგობრებო, მთავარი ამბავი სხვაგანაა. პრესკონფერენციაზე არმანმა ისეთი რამ თქვა, ბევრს ყბა ჩამოუვარდა. მოკლედ, სარუკიანი აცხადებს, რომ ის იქნება ოფიციალური შემცველი, ბექაპ ფაიტერი, იმ გიჟური ბრძოლისთვის, სადაც ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია უნდა დაეტაკონ ერთმანეთს. წარმოგიდგენიათ რა დონეზეა საქმე? UFC Freedom 250, წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ივენთი და თუ ღმერთმან უკნას, გეიჯის ან ჩვენს ილიას რამე დაემართათ, ტრავმებს გულისხმობ, აბა სხვა რა უნდა მოხდეს. ოქტაგონზე სარუკიანი შეხდება. ახლა დავფიქრდეთ, რამდენად რეალურია ეს. ჩვენ ვიცით, რომ UFC-ში ტრავმა ჩვეულებრივი ამბავია. აგერ ჩარლზ ოლივეირამ წარბი დაიხეთქა და ისლამთან რევანშს გამოეთიშა. თვითონ არმანსაც ჰქონდა ზურგის პრობლემები, ასე რომ შანსი იმისა, რომ სარუკიანი ტიტულზე იჩხუბოს, საკმაოდ დიდია. აქ ერთი საინტერესო მომენტია. წარმოიდგინეთ ილია ან ჯასტინი, რომლებიც თვეების განმავლობაში ემზადებიან ერთმანეთისთვის. ორივე სუფთა სტრაიკერია, დგომში ჩხუბის ოსტატები. მთელი მათი კემპი აწყობილია იმაზე, როგორ აარიდონ თავი დარტყმები და როგორ უპასუხონ მძლავრად. და უცებ ბრძოლამდე 2 კვირით ადრე ეუბნებიან, ბიჭებო, გეგმები შეიცვალა, ახლა სარუკიანთან უნდა იჭიდაოთ. ეს ხომ ნამდვილი კოშმარია ნებისმიერი მებრძოლისთვის. არმანი ხომ სულ ჭიდაობს, სულ ფორმაშია. მისი სტილი სულ სხვაა, ის მოგეკრობა, დაგაგდებს და ამოგასუნთქებს. ხშირად მეკითხებიან, ანდრე, რატომ ლაპარაკობ ამ სარუკიანზე ასე ხშირად? ხალხო, აბა ნახეთ რა საკეთებს ეს კაცი. ის არ ჩერდება. აი, თუნდაც მისი მომავალი შეხვედრა დილონ დანისთან. დანისი, რომელიც ბოლა დროს უფრო მეც ლაპარაკობს ვიდრე ჩხუბობს, არმანს საბმიშენებში, შებოჭვაში დაუპირისპირდება. ეს აპრილში სან-პაულოში მოხდება. თუ ვინმე იქით ხართ ბრაზილიაში, აუცილებლად შეიარეთ. ეგეთი სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ. მართალია დანისი თავისი ენით ყველას აბრაზებს, ხან იძახის რომ ჯონ ჯონსსა და დანიელ კორმიეს ერთ ოთახში რომ ჩამკეტონ, ორივეს დავახროჭეო, მაგრამ დაგვავიწყდეს რომ დილონი ჯიუ-ჯიტსუს მსოფლიო ჩემპიონია. როცა კონორ მაკგრეგორს მეიტ დიასთან გაუჭირდა, სწორედ დილონს დაუძახა დასახმარებლად. ასე რომ არმანისთვის ეს ადვილი გასეირნება არ იქნება. სარუკიანი შეიძლება პოზიციურად აჯობოს, მაგრამ დანისგან ერთი ჰილ-ჰუკი ფეხზე მტკივნეული და შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. თუმცა სარუკიანის მთავარი პლუსი მისი ფანატიზმია. ხამზად ჭიმაევიც ამბობდა მასზე, ეს ბიჭი ნამდვილი პროფესიონალია, დარბაზიდან არ გამოდისო. თვითონ არმანი ამბობს, რომ მამისი მთელი ქონება და ოქროს მთებს ერთ UFC-ს ქამარში გაცვლიდა. აი ეს არის მიზანდასახულება. მას არ უნდა ქამრის ყიდვა, მას მისი დამსახურება უნდა. ასე რომ მეგობრებო, ილიასაც და ჯასტინაც ურჩევდი, კვირაში 2 დღე მაინც დაუთმეთ ჭიდაობას და თავდაცვას, იმიტომ რომ სარუკიანი მოგეყვებათ და თუ შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვებს. აბა რას ფიქრობთ? რეალურია რომ სარუკიანი წელს ჩემპიონი გახდეს, თუ მაინც ილიასა და ჯასტინის დაჯახებას ველოდეთ? დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში გავაგრძელოთ გარჩევა. ხალხო, მოდით ახლა ცოტა სიღრმეებში ჩავძვრეთ, თორემ ზედაპირზე ტივტივი ყველას შეუძლია. აი დაფიქრებულ ხართ, რატომ მიდის არმან სარუკიანი აპრილში სან-პაულოში დილონ დანისთან საჩხუფრად, თანაც მის ტერიტორიაზე, სუბმიშენებში. ეს ხომ იგივეა მეზობლის გაბრაზებულ ნაგას საკუთარ ბუნაგში ესტუმრო და ძვალზე ეცილო. ბევრს გონია, რომ ეს უბრალოდ ფულის შოვნის მორიგი საშუალებაა, მაგრამ მგონია, რომ აქ უფრო დიდი თამაშია გაჩაღებული. არმანი ხომ ის ტიპია, რომელიც გვერდით ამისიებს ისი ასრულებს, თითქოს კომპიუტერულ თამაშში იყოს. აი წარმოიდგინეთ, გაქვს მთავარი მიზანი, UFC-ს ოქროს ქამარი. მაგრამ გზად ხან ჭიდაობის ტურნირზე შეირბენ, ხან გრეპლინგზე, ხანაც ვიღაც თავდაჯერებულ ამერიკელს აჩუმებ. ეს კაცი თითქოს სპეციალურად ეძებს საფრთხეს, რომ ფორმაში დარჩეს. ბევრი იტყვის, რად უნდა ეს რისკიო. თუ დანისი ფეხს მოატეხავს ან რამე სერიოზულ ტრავმას მიაყენებს, ხომ დაემშვიდობება ილიასთან ან გეიჯისთან ჩხუბის შანსს. მაგრამ არმანი სხვანაირადაა მოწყობილი.
მას რიტმი სჭირდება. როგორც კი გაჩერდება, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ჟანგდება. ახლა მოდით ამ დილონ დანისზეც ვთქვათ ორი სიტყვა, ოღონდ ობიექტურად. ვიცი, ბევრს ნერვებს უშლის თავისი ტრაბახით და სოციალურ ქსელებში პოსტვით, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. კაცი შავი ქამრის მფლობელია და ჯიუ-ჯიტსუში ნამდვილი აკრობატია. მისი ჰილ ჰუკი ლეგენდარულია. თუ არმანმა ერთი წამით ყურადღება მოადუნა, დანისი ისე დაეხვევა მის ფეხს, როგორც გველი მსხვერპლს. აქ ჩნდება რიტორიკული კითხვა. სჭირდება თუ არა სარუკიანს ასეთი გამოცდა მაშინ, როცა ცხვირწინ ჩემპიონობა უტრიალებს. ჩემი აზრით, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. არმანს უნდა დაამტკიცოს, რომ მხოლოდ მოჭიდავე კი არა, სრულყოფილი გრაპლერია. მას უნდა რომ როცა ილია თოფურიას წინ დაუდგება, ილია მიცოდეს. ამ კაცმა დანის თავის სტიქიაში აჯობა. მე რაღაც მიზამს. თანაც დააკვირდით კონტექსტს. სან-პაულო, ბრაზილია. იქაური პუბლიკა ხომ გიჟია, იქ ჩხუბი ნიშნავს, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში გიწევს გავლა. არმანი კი იქ ისე მიდის, თითქოს საკუთარ ეზოში გადიოდეს სათამაშოდ. ეს თავდაჯერებულობაა თუ სიგიჟე? ალბათ ორივე ერთად. კიდევ ერთი მომენტი, რაც არ მასვენებს. სარუკიანის სიტყვები მამამისის ქონებაზე. ბიჭო, კაცს ყველაფერი აქვს. ფული, გავლენა, სახელი, მაგრამ ის მაინც ოქტაგონზე ძრება და ოთფში იღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შინაგანი ცეცხლი კლავს. მას უნდა აღიარება. მას უნდა რომ როცა ქუჩაში გაივლის, ხალხმა თქვას, ეს ის კაცია, ვინც ყველას გადაურავა და ქამარი კაცურად აიღო. და აი დაუბრუნდეთ მთავარ თემას. ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი. წარმოიდგინეთ, ეს ორი გიგანტი ემზადება, ერთმანეთის სისხლს უშრობენ სპარინგებში, სისწრაფეზე მუშაობენ და ამ დროს ჩრდილში ზის სარუკიანი, რომელიც ორ კვირაში ერთხელ რეალურ ბრძოლას მართავს. ის არ არის დაჟანგული, ის ცხელია. თუ ივნისში რომელიმეს ფეხი გადაუბრუნდა, UFC-ს არ დასჭირდება ფიქრი ვინ გამოიყვანოს. სარუკიანი უკვე იქ იქნება, გამთბარი და მშიერი. ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, მეშინია კიდეც ილიასი. ჩვენი ბიჭია, ჩვენი სიამაყეა, მაგრამ სარუკიანი ისეთი უხერხული მეტოქეა, რომ მასთან ჩხუბი ნებისმიერისთვის ტანჯვაა. სარუკიანი არ მოგცემს საშუალებას შენი ლამაზი კრივია ჩვენო. ის მოგადგება, დაგეჯახება და დაიწყება ნამდვილი ომი მიწაზე. ხალხო, აი ახლა წარმოიდგინეთ ყველმაზე გიჟური სცენარი, რაც კი შეიძლება UFC-ში მოხდეს. ივნისია, UFC Freedom 250-მდე სულ რაღაც 10-ოდე ღერჩება. მთელი მსოფლიო სუნთქვა შეკრული ელოდება ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაჯახებას. ბილეთები გაყიდულია, სასტუმროები გადაჭედილია, ფანები კი უკვე ფსონებს ჩამოდიან. და უცებ, ბამ! ახალი ამბავი ვრცელდება. ერთ-ერთმა მათგანმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. წარმოგიდგენიათ, რა პანიკა ატყდება დეინა ვაითის ოფისში. ეს ხომ მილიონობით დოლარია, რომელიც შეიძლება ჰაერში გაიფანდოს. აი, აქ შემოდის სცენაზე ჩვენი ანტიგმირი არმან სარუკიანი. ის ხომ შემთხვევით არ ამბობს, რომ ოფიციალური შემცვლელი ვარო. ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს შეთანხმება ორგანიზაციასთან. ის უკვე მზადაა, წონაც ჩაბარებული ექნება და ფორმაშიც იქნება. მაგრამ დაფიქრებულ ხართ, რა მოხდება ოქტაგონზე? თუ ილია გამოეთიშა ბრძოლას, გეიჯი აღმოჩნდება ისეთი პრობლემის წინაშე, რომლისთვისაც საერთოდ არ ემზადებოდა. ჯასტინი ხომ სუფთა სტრაიკერია, კაცი ბომბი. მას უნდა რომ დაგიდგეს და გირტყას, სანამ ერთი თქვენგანი არ დაეცემა. და აქ გამოუყვანენ არმანს, რომელიც ფეხებში შეუვარდება, კედელზე მიაჭყლեց და მთელ ძალას გამოაცლის. გეიჯისთვის ეს იქნება ნამდვილი ჯოჯოხეთი. ხოლო თუ ღმერთმან უქნას ილიას მოუწია სარუკიანთან ჩხუბი მოკლე დროში, აი აქ უკვე ჩვენი გული აფრიალდება. ილია ფენომენალურია, მისი კრივი ხელოვნებაა, მაგრამ არმანი ისეთი წებოვანი მეტოქეა, რომ მასთან დისტანციის დაჭერა ძალიან ძნელია. ეს არ იქნება ლამაზი ჩხუბი, ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლა. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? სარუკიანი ამბობს, რომ ის აქტიური რჩება. ეს ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს დასვენება. ის მზადაა დღეს ბრაზილიაში იჭიდავოს. ხვალ პოდკასტში ილაპარაკოს და ზეგ ტიტულზე იჩხუბოს. ასეთი ტემპი UFC-ში იშვიათობაა. ბევრი მებრძოლი წელიწადში ერთხელ ძლივს გამოდის. ეს კი თითქოს ყოველთვე ოქტაგონზეა. ბოლოს და ბოლოს მოდით გულახდილად ვთქვათ. არმან სარუკიანი არის ის ხინჯი, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ყველა პატივს სცემს. ის არ არის ტიპური კარგი ბიჭი, ის რეალურია. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც სხვებს აშინებთ. მისი ეს თავდადება, გაცვალოს მამის ქონება ერთ ოქროს ქამარში, ბევრ რამეზე მეწყველებს. ეს კაცი მშიერია წარმატებისთვის და მშიერი მგოლი ყოველთვის უფრო საშიშია ვიდრე მაძღარი ლომი. მოკლედ მეგობრებო, წინ დიდი ამბები გველოდება. ივნისი ახლოსაა. აპრილის საბმიშენების ბრძოლა კი კიდევ უფრო ახლოსაა. თვალი არ მოასიოთ ოქტოგონს, იმიტომ რომ სარუკიანმა შეიძლება მთელი UFC-ს იერარქია თავდაყირა და აყენოს. თქვენ რა სიტყვით? თუ მართლა მოხდა ეს ჩანაცვლება, ვის მხარეს იქნებით? შეძლებს არმანი გეიჯის ან თოფურიას გაჩერებას თუ მაინც გადაურბენენ?